რეკლამა როგორც ფენომენი ბუნებრივია არის ძალიან ძველი მოვლენა, მაგრამ ქართულ კონტექსტში მისი გამოჩენა უფრო აქტიურად ალბათ 90-იანებს უკავშირდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საბჭოთა კავშირის დროს კლასიკური გაგებით რეკლამა თავისთავად არ იყო მიღებული რამ, თუ არ ჩავთვლით ბოლო წლებს საბჭოთა კავშირისაც, როდესაც ეგრეთ წოდებული ბანკების ცნობილი ბუმი ატყდა და მანამდე თუ არ ჩავთვლით პროპაგანდისტულ რაღაც ლაგადებს. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში რეკლამა მხოლოდ 90-იანების ფენომენი არ ყოფილა, ჩვენ თანამშრომლებთან ერთად თვალი გავადევნეთ იმ არქივს, რომელიც ითვალისწინებს და გვაჩვენებს მთლიანად ისტორიას ქართული რეკლამისა, ეს წყება ბუნებრივია მე-19 საუკუნის ჟურნალ-გაზეთებიდან და მოდის თავისთავად 90-იან წლებამდე, იმიტომ რომ შემდეგი რეკლამები ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის და ალბათ ნაკლებ საინტერესო იქნება, თუმცა მასალა ყველა არის უნიკალური და მე გირჩევთ, რომ მიადევნოთ თვალი ჩვენი თანამშრომლების ერთგვარ ექსკურსიას ქართული რეკლამის ისტორიაში. ძალიან დიდი მადლობა. რა უცნაურია რა, 1820 წელი საქართველოს გაზეთი, პირველი გაზეთი. შესაბამისად ეს ზუსტად იმას ასახავს, რეკლამებიც ისეთივეა, რასაც ჩვენ დღეს რეკლამას აღარ ვეძახით, მაგრამ აქ არის განცხადებები, ვინ დაჯილდოვდა ბაფთიანი თუ უბაფთო, წმინდა ანათი თუ წმინდა გიორგი. თავიდანვე ტექსტური ხასიათის იყო და თავიდანვე იყო ტექსტური ხასიათის და თანაც შესაბამისად რაღაცნაირად ასახავს, რომ 1820 წელს ჯერ კაპიტალიზმიც არ ჩანს, ანუ რაღაცა წარმოება არაფერი ისეთი სარეკლამოც ალბათ განსაკუთრებული არაფერი არ იყო, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეკლამა ფაქტიურად ადამიანთან ერთად დაიბადა ალბათ, როგორც კი ადამიანს ზედმეტი პროდუქტი გაუჩნდა, იმ წუთას დაუწყო, ანუ ასე ვთქვათ, პრომოუშენის კეთება, დაიწყო პრომოს კეთება იმ თავისი პროდუქტის. მაგრამ ძახილს და ხო, მაგრამ სამაგეროდ ნუ ეს პირველი გაზეთი სამწუხაროდ ამას ესე ვერ ასახავს. რაც ჩვენ მოვიძიეთ ეროვნულ ბიბლიოთეკის გაში დაცულ 1820 წლის, მაგრამ სამაგეროდ უკვე აი გუთნის დედაში ნახე, აი ესეც უფრო მოდის უკვე სასოფლო-სამეურნეო. ის რაც იყო მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ როგორი ძროხა, რამდენს იწველის და შესაბამისად რა არის მისი ფასი, მაგრამ აქ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ტექსტური მასალა არის ძალიან დიდი. აი ნახეთ რამ ხელაზე მიდის ნინო. ბოლომდე მიდის ძალიან ისევე როგორც გახსოვთ რომ ნახეთ როჩილდების უზარმაზარი, ანუ როგორც კი როჩილდებმა ფეხი შემოდგეს საქართველოში, დაიწყო მთელი როჩილდების ასე ვთქვათ გენეტიკის აღწერა, მათი შესაძლებლობები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები ვინ რა საქმიანობს. სამაგეროდ აი გუთნის დედა უკვე ჩდება პირველი ტექნიკა ესეთი, უკვე გასაყიდად შემოდის და თავაზობენ ამასაც აი ესეთივე ძალიან კარგი ტექსტური მასალა მოყვება, უზარმაზარი. ეს რო ეს ვიღაცას სარეკლამოდ დაუდო, ალბათ გაუგდება. მაგრამ აი მერე წამოვიდა უკვე ძალიან საინტერესო. ფაქტიურად რეკლამა ნამდვილად არის სოციალური სარკე. აი ეს. აბა როგორ ფიქრობთ, ნინო? ქართულ ლეჩაკში დავალ კავებში და ხელში უჭირას კალუში. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი იცით, იმიტოა გაკეთებული, რომ როგორც ჩანს, მაინც ქართველებმა კალუში ისე კარგად ვერ მიიღეს იმ რა თქმა უნდა და ამიტომ გამოიყვანეს ქართული ქალბატონი ქართულ სამოსში. და რო ეჩვენებიათ, რომ იმზიდველი ყოფილიყო. ხო, შეთავსებადია, ეს არ ერჩის არც ტრადიციას, არც ქართველობას. და ძალიან კარგად ფეხიც დაცული ექნებოდა ხაბარდაკაბასთან ერთად შვენივრად ალბათ მიდის, ნახე როგორ ათვალიერებს, ძალიან საინტერესოა. აი უკვე აი სახალხო გაზეთი ეს არის რომელი წელია? 1914 წელი. მთლიანად დატვირთვა ამ დროს მოდიოდა 1902 წლიდან ჩვენ გვაქვს ხომ ნინო რომ 1917 წლამდე მთელი გაზეთები დატვირთული იყო უკვე რეკლამებით და ძალიან აქტიურად უწევენ და ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ, იცით, ჩვენი დღევანდელი რეკლამებიდან გამომდინარე. და შეიძლება მართლა დაეთანხმო წინათაობას, რომელიც სულ ამბობს ხოლმე შენთანაც რამდენჯერ გაგიგია. ჩვენი თაობა, ყველა წინათაობა ეუბნება თავის წინათაობაზე კიდე, რომ აი მამაჩემის დროს უკეთესი ხალხი იყო, უფრო ზნეობრივი, უფრო მოყვარული ერთმანეთის და თითქოს რაღაცეები, მე ყოველთვის ჩვენ ბრაზობთ ხოლმე, რომ რატო ჩვენ არ
აი დასტური არის ძალიან კარგი დასტური არის რეკლამებიც. იმიტომ რომ როცა ჩვენთან რეკლამები მიდის, ახლა პრესით მიდის თუ ტელევიზიით მიდის, იქ ყოველთვის ძალიან ბევრი რეკლამა, ყოველ შემთხვევაში 90% გათვლილია იმაზე, რომ სხვის ხარჯზე ხდება. ანუ ვიღაცა რომ მე იმაზე უკეთეს გთავაზობ, ყოველთვის არის შედარებითი რაღაცა რეკლამები და შესაბამისად სხვისი ჩაძირვის ხარჯი ან სხვისი რაღაცა ნაკლის აღმოჩენის ხარჯზე. აქ ესენი აი ნახეთ, სულ მხოლოდ საკუთარ თავს თავაზობენ, საკუთარ შესაძლებლობებს. ერთადერთი გახსოვთ რომ ნახეთ 1914 წელს ბოჟარძიანცი თამბაქოს რეკლამას აკეთებს და ისიც სხვაზე მხოლოდ ირიბად მიუთითებს, სხვაში არ აგერიოთო. და ეს პარიზული, აი ეს ურთიერთობაცაც აღნიშნავს. ეს არის არაჩვეულებრივად საინტერესო რეკლამა, რატო იცით? ეხლა წინა ნომრებში და წინა წლებიც. ფაქტიურად 1914 გაზეთია. 1908 წლიდან მოყოლებული ეს პარიზული რეკლამა მაღაზია ცვლის სტრატეგიას, ესეც გამოჩნდა რომ სტრატეგიები იცვლება, ცვლის სტრატეგიას და უკვე იწყებს რომ ჩვენ 5 დღეში ვიკეტებით, ჩვენ 10 დღეში ვიკეტებით პერიოდულად. თუმცა ხო იმეორებს რომ გვაქვს ფასდაკლება, განვადებაც აი აქ წერს რომ ყოვლად შეუვაჭრებლად არის, ფასები ბევრად დაკლებულია. აქ არ წერენ ნახე, აქ არ წერს რომ სხვასთან შედარებით არის. არა, თავისივე გუშინდელ დღესთან შედარებით აქ ბევრად დაკლებული. ამდენ ძალიან საინტერესოა. აი ეს ახალი სურნელება, ნუ ეს ქალების პარფიუმერია სხვა არაჩვეულებრივი რეკლამები უკეთდებოდა მთლიანად. ჯოგონდაც არის ლეგენდ. და ახლა მე იმედი კი ვარ, ამიტომ ტენდენციურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ, ყველა ძირითადად ხო არის სტანდარტული რეკლამები. ნუ რეკლამები ძალიან გავს მაინც ყველა გაზეთში ერთმანეთს. ის რაც იმერეთში ვნახე, როგორი გაპრანჭულებიც არიან იმერლები, ზუსტად აი ესეთივე გამორჩეულად და გაპრანჭული რეკლამებია. თიწუთით. აი ეს გადმოვიღოთ ხო ახლა. აი ნახეთ. ფორმაც კი ეს სიმბოლისტებისათვის დამახასიათებელი, ხოთაშორის იმ პერიოდში პოეზიაშიც გაჩნდა ეს მიმდინარეობა და ისაც შესაძლოა მომენტალურად ასახვაპოვა გორდაძისა და წერეთლის კინეულობის მაღაზიაში აი ესეთივე რეკლამა გაკეთდა. ძალიან საინტერესოა სააკაშვილების სავაჭრო ქუთაისში, რომელიც დაახლოებით 8 წელი როგორც ჩანს ძალიან აქტიური იყო. აი ცნობილი თაბაგარის მაღაზია, რომელიც ჩვენ ივერიაშიც ვნახეთ, დროებაშიც იყო. აი ეს ბოზარჯიანცის ცნობილი, რომ გითხარით. ფაქტიურად ბოზარჯიანცი გახდა ერთ-ერთი პირველი მეთამბაქოვე, ლამის მონოპოლისტი, მერე და მერე შემოეპარა სხვადასხვა. აი უკვე ჩდება კიდევ ახალი პაპიროსები. ეს არის პაპიროსები გალეა, ამხანაგობა კომეტა. უკვე შოკოლადიც შემოდის შემდეგი მაშინ. უკვე შემოდის შოკოლადი. ძალიან საინტერესოა რეკლამები, იცით, აი იგივე კაკაოზე არის ძალიან საინტერესო რეკლამა. კაკაო და შოკოლადი ფაქტიურად გაჩნდა ეს არის 1895 წლის დროება. დაახლოებით ის პერიოდია, როცა ევროპაში ძალიან აქტიურად იწყებენ კაკაოს და შოკოლადის მოხმარებას, უკვე ფართო ფენები და არა მხოლოდ თავადაზნაურობა. ცდება უკვე რაღაც მდიდარი სასახლეების საზღვრებს და აქაც კაკაოზე იყო ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ ეს არის ძალიან კარგი, გამაგრილებელი და მატონიზირებელი სასმელი. ესეც საინტერესოა ყავამოკო, რომელიც ხო, აი ეს ყავამოკო. ესაც არის ბაზარზე. წარმოიდგინეთ, ეს არის 1895 წლის დროება. დღეს არის 2013 წელი, ყავამოკო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვდავია. ხო, საინტერესო თორე. აი აქ მინდა მიაქციოთ ყურადღება, ეს არის ინგლისური რკინის კრაუტები. ნინო გახსოვს რამდენი ვიცინეთ ამაზე? ინგლისური რკინის კრაუტები და აქ არაჩვეულებ, აი იცით რა არის? ეს არის მაღაზიაში სხვადასხვა უამრავი პროდუქციის რეკლამა, მაგრამ ძალიან კარგად არის გათვლილი. აი ახლა აი აქ როცა წერია რომ რაღაც სათავსოები უთუები, წისქვილები, ეს ისეთი მისაზიდი რომ აი ამ მაღაზიაში მოიყვანოს ადამიანი, როგორც ჩანს არ არის, ეს არის ბევრგან, სხვაგანაც, მაგრამ აი ეს ინგლისური რკინის კრაუტი, როგორც ჩანს მისი, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი იყო და შესაბამისად, სწორედ ამით იწყებს.
კლიენტის მოზიდვას. თუმცა ეს მთელი ეს გვერდი არის ჩამონათვალი იმ ყველაფრისა, რაც აი ბალთები, საბალთეები, სარკეები, მაგრამ თავარი იყო რკინი. ანუ იქაც რაღაცა უკვე ჩნდება პატარ-პატარა საინტერესო ეშმაკობები. და რა კი იმაზე შევთანხმდით, რომ წიგნის ბეჭდაც რომ განვითარებული იყო ძალიან და სტამბა. სტამბების ძალიან ბევრი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ქალის პარფიუმერიასთან პარალელურად პირველ მეორე ადგილს ინაწილებს სტამბა. სტამბები, ქაღალდები, რომლებიც ძალიან აქტიურად ამზადებენ სხვადასხვა არა მხოლოდ წიგნებს ბეჭდავენ, აქ სხვადასხვა განცხადებებს ამზადებენ და ის ჩვეულებრივ ყველაფერი რაც დღევანდელ გამომცემლობებში და სტამბებში ხდება, ზოგადად აი ამ სამსახურს თავაზობენ აი ეს სტამბები. ეს არის ძმათა თავადქილაძეების სწრაფად და თავის დროზე. წუთით ამას. ეს რომ მოვიტანე. აი ქვემოთ უკვე არის ძალიან საინტერესო ახალი საღურავი შელენგოვსკის ამხანაგობის. ძირითადად ეს ქალებზე, ქალბატონებზეა გათვლილი. ეს არის საპონი. ნახეთ, სილამაზე უმაღლეს ხარისხამდე. ხო, დუხები ნაკლებად, სუნამოები ნაკლებად ხდება ამ დროს. და საპნები. სუნამოების ერთადერთი იყო, რომელიც ჩვენ თავშივე გადავიღეთ. და ძალიან საინტერესო და ძალიან პოპულარულია როგორც ჩანს საბუღალტრო და საკომერციო, აი მე რამდენი კურსები კი. საბუღალტრო კურსები, რომელიც ფაქტობრივად 1902 წლიდან ძალიან აქტიურად ჩნდება და მინდა კიდე მიაქციოთ ყურადღება კიდე ახალი პაპირუსები, აი ეს გახსოვთ, ეგვიპტური პაპირუსები, შეილანოვების ძმების შემოტანილი, როგორც ჩანს, ესე იმპორტიორები იყვნენ და აი ეს არის რეკლამა საბავშვო ბაღი ანასტასია გედევანიშვილისა, რომელიც ესეც რომელი ბაღია ფილარმონიასთან ძალიან ცნობილი ბაღი, ძალიან ბევრმა არც თუ ისე შორეულ წარსულში მოყვა ეს გედევანიშვილების ბაღი და ძალიან დიდხანს ეს ბაღი იყო პოპულარული. და აი ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი რამ. ალბათ თქვენც გასოს ნინო ქეთო და კოტე. რა თქმა უნდა. ქაბატო რო ხანუმას აგორებს. აი ეს არაჩვეულებრივი კიბე, საიდანაც ქაბატო ხანუმას აგორებს და აჟიტირებული თავადაზნაურობა და ულამაზესი ვერიკო ანჯაფარიძე ტანს უკრავს, ზუსტად ხდება ჩვენ კიბეზე. და ეს კიბეები არის ძმები აგლაძეების, რომელთა რეკლამაც ჩვენ ასევე ვნახეთ გაზეთში და აღმოჩნდა, რომ მათ ჰქონდათ საფლავების ქვების სახელოსნო. შესაბამისად, უამრავი სადაზღვევო კომპანიები იხსნება, მაგრამ აი ეს არის ძალიან საინტერესო. ჩვენ პირველად თავიდან ერთმანეთს ვეკითხებოდით მე და რა უნდა იყოს. თბილისის სამარხი კასა. ეს გახლავთ ჩვეულებრივად ეს არის სადაზღვევო საზოგადოება, რომელიც გასაგებია ხა სამარხი კასა, ანუ გარდაცვალების შემდეგ ადამიანისთვის, ეხლა ხო დაზღვევა ისევე ხდება, ხო? და ზუსტად აი ამ პრინციპით არის აგებული. ხო, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს თეატრის ანონსებს და სამკურნალოებს. ყველგან აქტიური, ძალიან აქტუალური ყოფილა აი ეს გედევანიშვილის სამკურნალო. ძალიან პოპულარულია და როგორც ჩანს, ამავე დროს იყო ძალიან მდიდარიც, იმიტომ რომ არ შეიძლება წლების მანძილზე გედევანიშვილი, თოფურიები და იყო ესეთი ღამბაშიძე კიდე ექიმი, რომლებიც თითქმის ყველა ნომერში წლების მანძილზე და არა მარტო ცნობის ფურცელში, დროებაში, სახალხო გაზეთშიც მიდიოდა მათი სამკურნალოების რეკლამა. შესაბამისად, ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ შე모დის მუსიკალური საკრავებიც. ძალიან საინტერესო რა ნინო. უკვე შემოდის მუსიკალური საკრავებიც, პატეფონი აქვს, პიანინო. და ფული შეთანხმების გადახდით თან რაც ყველაზე საინტერესოა. შეღავათიანი გადახდით. ისევ რჩება ეს საპონი. აი ჩვენ პირველად ვნახეთ ამ საპნის რეკლამა. ფაქტობრივად მათ როგორც ჩანს სტრატეგია არ შეუცვლიათ. სარეკლამო სტრატეგია, მაგრამ ზუსტად ისეთივე ფორმატში, თუმცა 3 წლის დაშორებით ხდება ეს რეკლამა. აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი, ანუ აი ამან. და კიდევ ერთი მიაქციეთ ყურადღება, თევზეულობის მაღაზია.
პუშკინის ქუჩაზე, აგერ აქვეა, ძალიან ახლოს ჩვენგან. ეს არის ხუროშვილის მაღაზია, რომელიც უამრავ ძალიან საინტერესოს ლოქოს, მოხარშულს, თართი. აი ნინო, ესე ძალიან საინტერესოა მზითვები. ოი. იმისიც ხონდა კარგი. საინტერესოც არის, აქტუალურიც არის. მზითვებს უმზადებდნენ და ქალბატონებს. ეს არის სპეციალურად სავაჭრო სახლი და აქ წერია, რომ მაღალი ხარისხის ტილო, ბამბა, წინდა ჩულქი. აი ეს არის ყველაფერი რაც ჭირდებოდა ქალს გასამზითვებლად, ყველაფერი იყო. წინდა ჩულქს შორის განსხვავება ვერაფრით ვერ მივხვდით. აი როგორ ჩანს სხვადასხვა რაღაც არის. და შესაბამისად გაჩნდა ესეთივე სადაზღვევო, ანუ არა მარტო მზადდებოდა მზითვები, ერთ-ერთ გაზეთში ჩვენ მოვიძიეთ მზითვის დაზღვევა. თუმცა კომენტარი არ აქვს გაკეთებული, ვინ აზღვევს ქალის ცოტა ვერ გავარკვიეთ, ხო? ან თუნდაც გაყრის შემთხვევაში ვინ აგრძელებს ამ სადაზღვევო თანხის გადახდას, უკვე ძალიან საინტერესოა. 1818-21 წლები ძალიან შიმშილიანი პერიოდი იყო საქართველოში. და სარეკლამოც ბევრი არაფერი არ იყო, ეს აისახა კიდეც გაზეთებში, მაგრამ აი უკვე ეს არის 1823 და 24 წლების გალაქტიონ ტაბიძის ჟურნალი, მე მინდა გაჩვენოთ რა ლამაზი ჟურნალი იყო, აი ესეთი, ეს მე-9 ნომერია. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი არა, მაგრამ თითქმის ერთადერთი, სულ რამდენიმე გაზეთია, სადაც აი ესეთი სახის პატარა რეკლამები იბეჭდებოდა ნეპის დროს და გასაგებიც არის. როცა უზარმაზარი რიგები იდგა პურზე, სხვა ელემენტარულ საკვებზე, მაშინ რეკლამაც ფუნქციას კარგავდა. სამაგეროთ მერე უკვე წამოვიდა აი 70 წლიანი პერიოდი, როცა ასევე რეკლამა შეიძლება ითქვას ჩაკვდა. მთავარი პერიოდი სარეკლამო იყო ობლიგაციები კომუნისტების პერიოდში და ანტირეკლამა. გასულ ბურჟუაზიას რო ბურჟუაზიასთან. უფრო მიიღო აგიტაცია პროპაგანდის სახე რეკლამა. მიიღო აგიტაციის სახე და მოვედით უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მეორე პერიოდთან, უკვე 90 წლიდან რეკლამა თავის ფუნქციას არ კარგავს, ის კლავაც სოციალური ყოფის სარკეთს რჩება და შესაბამისად რაც იყო მაშინ 1994 წელს ძალიან პოპულარული, და დავიწყოთ აქედან. გახსოვთ ალბათ პროსტა მარია ქართულად როგორ იქნება? უბრალოდ მარია. უბრალოდ მარია. აი ამ უბრალოდ მარიას სერიალზე ვიღაცამ გადაწყვიტა რაღაცა თანხის გაკეთება როგორ ჩანს და დაიწყო გაზეთების გამოშვება, სადაც სერიალების შინაარსი იყო. ეს 94 წლის აი ჩემთაობას და სულ ყველამ ძალიან კარგად იცის ეს არაჩვეულებრივად სანატრელი ატრიბუტი, გამათბობელი ეგრეთ წოდებული ატმური, რომელიც თვათუხიფათოც არ იყო, მაგრამ აუცილებელი იყო და სრულიად ასახავდა ჩვენი იმდროინდელ მდგომარეობას. მე შენ რო ეხა ცოტა ხნის წინ იხუმრე, რომ შუქი არ იყო და ატმოს რაზე ვაერთებდით ნეტავო. მაგრამ ატმოს ჰქონდა თავისი ფუნქცია და ასევე ჩვენ გვაქვს ერთი გაზეთი თბილისი. ანუ შევთანხმდეთ, რომ ამ პერიოდში ძალიან აქტუალური იყო სერიალები, გამათბობლები და ბანკები. ბანკები, რომლებიც პირამიდის პრინციპით გროვდებოდა როგორ ჩანს და მე რა თქმა უნდა გაკოტრდა ძირითადად ის ადამიანები, ვინცაც იმედი ჰქონდა და აქ თანხა შექონდა და ეს მე რაღაც ცუდ ნოტაზე გამოგვდის დასრულება. მაგრამ სამაგეროთ ეხლა გვაქვს ძალიან სერიოზული და მყარი ბანკები.